18 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. მთელი საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელებმა სწავლა დაასრულეს. მე-12 კლასელები სკოლის დამთავრებას ტრადიციულად თეთრ პერანგებზე ფერადი წარწერებისა და სურვილების დატოვებით აღნიშნავდნენ. რა ვფიქრობ, რომ უკვე ხვალ ორშაბათს აღარ უნდა მოვიდე და გაიცად კიდე პირველი 15 სექტემბერი რომ მოვა და უნდა დაბრუნდნენ პირველი კლასელები და მე-12 კლასში აღარ ვიქნები რა. ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ არ ვიცი, ასე მგონია რაღაც მეორე ცხოვრებაში გადავდივარ რა. ვუსურვებ ყველა ჩემის თანას, ანუ აბიტურიენტს, წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში და ყოველივე საუკეთესოს. ანუ რაც ჩაეფიქროთ, ყველაფერი ასრულებოდეთ. განწყობა ძალიან კარგია, სკოლას ვამთავრებ. თქმა უნდა, მიხარია, ახალ ცხოვრებას ვიწყებ. გარკვეულწილად რაღაც უწყენლობაც არის, მაგრამ ახალ ცხოვრებას ველოდები. როგორც სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის სასიხარულოა სკოლის დამთავრება, ვინაიდან ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და ამავდროულად გულისწყდებათ, რომ სკოლის კედლებს და ბავშვობის წლებს ემშვიდობებიან. ბედნიერები ვართ პირველ რიგში, რომ რაღაც დამთავრდა ჩვენს ცხოვრებაში და იწყება ახალი. და ვემზადებით გამოცდებისთვის პირველ რიგში და არის შეგრძნება ის, რომ რაღაც დიდი ემოციები, იმიტომ რომ ვემშვიდობებით სკოლას, სადაც გავატარეთ 12 წელი, იმ მასწავლებლებს, რომლებიც გვასწავლეს რაღაც და ჩამოვყალიბდით რაღაც პიროვნებებად. და ბედნიერებია, მაგრამ არის ის ღელვა, რომ აღარ იქნება ის წლები, რომლებიც დამთავრდა სამწუხარო და ველოდებით მომავალ წარმატებებს და ყველა წარმატებებს უსურვებ ყველა აბიტურიენტს, ყველა მოსწავლეს. ძალიან მხიარული და ამავე დროს აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ვამთავრებ სკოლას და რა ვიცი. ბედნიერი დღეა მაინც ჩემთვის. გული მწყდება. მაგრამ კარგი იყო სკოლა, რაც თავარია. დამახსოვრდება ყოველთვის ეს დღეები. პედაგოგებმა სკოლის კურსდამთავრებულებს ახალ ასპარეზზე გზა დაულოცეს. მშვენიერებით სავსე, სიხარულით სავსე დღეა ყოველთვის, როდესაც მე-12 კლასი მიდის, დამამთავრებელი კლასი მიდის. მე მათ ისე როგორც მათი დედა, აი სიამოვნებით ვლოცავ, უნდა უსურო ყველაფერი კარგი. წარმატებული ბავშვები არიან, ნამდვილად კარგები არიან და მე მწამსვე ისინი სკოლასაც, ქალაქსაც და მთელ საქართველოსაც ასახელებენ. ძალიან კარგ ბავშვებს უშვებ სკოლიდან. თუმცა გვიხარია, რომ ასეთი კარგი ბავშვები გავლენ და საქართველოს სასიკეთოდ იღვაწებენ, ისწავლიან, იშრომებენ. შესანიშნავი ბავშვები არიან ყველაფრით. ინტელექტი გინდათ, ყოფაქცევა გინდათ, ყველაფერი შევეცადეთ, რომ კარგი განათლება მიგვეცა მათთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ამოცანა შევასრულეთ. მე-12 კლასელებს წინ საატესტატო გამოცდები ელოდებათ. ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აპირებს. განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წელს სკოლა 52,000-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. ხოლო საატესტატო გამოცდებში მონაწილეობის მიღებას 48,000-ზე მეტი სკოლა დამთავრებული შეძლებს.